მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მე დავით ნემსაძე ვარ, საფრანგეთის მიერ აღიარებული პოლიტიკური დევნილი და დღეს ძალიან ფართოდ მინდა აგიხილოთ თვალები და განახოთ როგორ შეუძლებს ქართული ოცნება ფულს და როგორი გაყალბებულია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა. ალბათ თქვენ ყველამ ნახეთ ეს სიუჟეტი, ეგრეთ წოდებულ ადვოკატ ვინმე ალექსანდრე კობაიძესთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ ნახეთ ეს სიუჟეტი. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ქუთაისის ციხის ერთ-ერთი პატიმარი სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ კობაიძე $10,000 სანაცვლოდ სასჯელის განახევრებას დაბირდა და უთხრა, რომ ოცნებასთან კავშირები აქვს და სააპელაციოში პროცესს სასურველი შედეგი დაასრულებდა. თუმცა პატიმრის თქმით, თანხის ნაწილის აღების შემდეგ კობაიძე ახალ გამოჩენილა და მოსკოვში გაიქცა. თქვენის ნებართვით მე მინდა გადავინაცვლო დაახლოებით 7 წლის წინ და წარმოგიდგენთ კონკრეტული ფაქტი საქართველოს ეგრეთ წოდებულმა სპეცსამსახურმა, რომელსაც ქოცები მართავდნენ და მართავენ დღემდე, როგორ შემომიგდო ეს ნაძირალა კორუმპირებული ვირთხა, რომელსაც პირდაპირ ასე ყავდათ შეგდებული საპატიმროში მოусმინეთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების კისერზე ფულის ამთლელად რა. და ეს ტიპი როგორ გამოუშვეს ეგრეთ წოდებულ დებატებში, ჩემთან ამ სიუჟეტს თუ დარჩებით თქვენ ამ ბლოგის ბოლომდე უყურებთ და როგორც ცდილობდა ის ჩემს დისკრედიტაციას და თავდაცვის სამინისტროს ჩაბუდებული კრიმინალის და სიმამაძაღლის გაправებას. თითქოს ვიღაცის გარდაცვალებულ ძმაზე ქონოდა ეგრეთ წოდებული გულისტკივილი და როგორ ბრჭყალებში იცავდა ეს გმირებს და აი როგორი ხალხით გამოდის ქართული ოცნება ასპარეზზე და რას უპირისპირებს ქართული ოცნება სიმართლეს, რომელსაც ასე პირდაპირ თავისი კორუმპირებული მინისტრებით, პრემიერ-მინისტრებით, უშიშროების მინისტრებით ის პასუხს ვერ ცემს. მინდა რომ ამ სიუჟეტს ბოლომდე უყუროთ და დაინახოთ და თქვენ თვითონ შეაფასოთ, ვინ არის ეს ალექსანდრე კობაიძე და ვინ დგას ასეთი კორუმპირებული ტიპების უკან. ერთი რა არის, იცით? ეს ტიპი არა მარტო ჩემთან შემოაგდეს, არამედ საკმაოდ გახმაურებული საქმე სმიტების მკვლელობა, ალბათ იცით ხო? კობაურის გაჭირვებული ბიჭის, იმ კობაურის, რომელსაც დააბრალეს ეს საზღარი მკვლელობა, იმის ადვოკატად შეაგდეს და ხო წარმოგიდგენია და ეს როგორ დაიცავდა იმ გაუბედურებული ბავშვის უფლებებს. და ამ ყველაფრის მერე რომელს გიჩნდებათ ილუზია, რომ ის ნამდვილად უდანაშაულო ზის ციხეში და ესეთმა ნაბოზრებმა აი ამ საცოდავ ბავშვს გაუправეს იქ ჯდომა და ქართულ ოცნებას გაუპროვეს უდანაშაულო ბრალი ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც დაახლოებით რამოდენიმე თვით იყო გადამსტარი სულწლოვნების ასაკს. ქართულ ოცნებას არა მარტო ესეთი მახინჯი ადვოკატები ყავს, არამედ ქართულ ოცნებას ყავს ზურგზე მთელი სისხლიანი სამართალი ბრჭყალებში, თავისი მურუსიძეებით, თავისი კობაიძეებით, ალექსანდრე კობაიძეებით და ასე შემდეგ, რომლითაც ის ფუთავს ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოებრიობას და ამყარებს თავის ბინძურ ხელისუფლებას. ეს არის ჯერ ერთი როგორ პატიმრის, რაც არ უნდა დანაშაული კონდეს პატიმარს, იქ რო შეხვალ და პატიმარს ქრისტე ამბობს კაცო, ქრისტე. რელიგიურად ვამბობ ამას, ხო? თუ რა ვიცი, რო შეგითხო კოცებს ან რელიგიურები არიან, რომ წადიოდა პატიმარი ციხეში მოინახულოდა, ეს პატიმართან შედიოდა და ფულს აწერდა, მეო ქართულ ოცნებასთანო კარგათა ვარო და აქედანო გაგიყვანთო. ისე ეს მართალია რა. ქართულ ოცნებასთან ნამდვილად კარგად იყო და აი ამაზე სისხლის სამართლის საქმე თუ არ აღიძრება, თუ არ დაიწყება მისი დევნა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ როდესაც დღევანდელი სუსის ეგრეთ წოდებული მინისტრი იქ პროკურატურაში იჯდა, აი ეს ნაბიჯვარი ადვოკატურაში ყავდათ რა, ჩანერგილი და ერთად კარგად იყოფდნენ ფულს და დღესაც კარგად იყოფენ ფულს. ერთადერთი ვინმე შეიძლება იყოს დაზარალებული, თვითონ ქართველიერი და ქართული საზოგადოება, რომელიც სოციალური უსამართლობის უზარმაზარ პრობლემებს განიცდის საკუთარ თავს. ახლა დარჩით აქ, უყურეთ ამ სიუჟეტს ბოლომდე ჩემო რა. და დარწმუნდით თქვენ თვითონ რა, ეს 7 წლის წინანდელი სიუჟეტია და ვინ არის ეს ალექსანდრე კობაიძე და როგორ უტევდი მე ამ ნაბიჯვრებს ჩასაფრებულებს და ბევრი რო ამბობს სად იყავი, აი ასე ვებრძოდი უწყებებს, როგორც პირდაპირ ისე ეგრეთ წოდებულ მის ანათლელებს და ხმას ბარეორი ვერ იღებდით, მაშინ და დღესაც ბარეორი ვერ იღებთ და დღეს გაქცეულია ეს რუსეთში, იქ აფარებს თავს, რომ არ დაიჭირონ და შემთხვევით სამართალში არ მიცენ.
ამას დაიჭერენ ასეთების არის ქვეყანა, მანამდე აგერა უყურეთ სიმართლეს, თუ გეყოფათ მაგის გამბედაობა. დაპირისპირება უფლებადამცველებს შორის ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერს უწყებაში მომუშავე ადამიანებისადმი მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. რატომ მიიჩნევს კობაიძე, რომ გარკვეული ჯგუფი დესტრუქციული ქმედებით სახელმწიფოს იმიჯის შელახვას ცდილობს და რაში ადანაშაულებს ის თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძეს. ნემსაძე კობაიძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ლობირებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სახელმწიფო უწყებას. რა არგუმენტები აქვს ნემსაძეს კობაიძის განცხადების წინააღმდეგ? დღის თემაში ერთმანეთის პირისპირ უფლებადამცველები ალექსანდრე კობაიძე და დავით ნემსაძე. ალექსანდრე კობაიძე დავით ნემსაძეს გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფოს მსგავს ქმედებებზე რეაგირებას თხოვს. ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადების ბრალდების ადრესატმა უპასუხა. თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცრის დავით ნემსაძის ალექსანდრე კობაიძის პოზიცია გაუგებარია. იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის უცნობია რა შეხება აქვს კობაიძეს სამხედრო სფეროსთან. კიდევ რა ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს უფლებადამცველი დავით ნემსაძე და ალექსანდრე კობაიძე ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან. მადლობა ბატონებო, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. პირველ რიგში კითხვით ალექსანდრე კობაიძესთან გადავალ, რა ბრალდებები გაქვთ დავით ნემსაძის წინააღმდეგ? თქვენ დღეს ის და ადანაშაულეთ მიზანმიმართულ პროვოკაციაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეხება. უბრალოდ აქ არის საუბარი, რომ არ შეიძლება ჩემი კოლეგები, უფლებადამცველები, რომლებიც ამ სფეროში ვართ, რომ საუბრობდნენ პერსონალიზაციაზე, ანუ პერსონიფიცირება მოახდინონ ადამიანების და შესაბამისად ეს ადამიანები მოიხსენიონ როგორც უღირს ადამიანებად, როგორც მაგალითად გამყიდველ ადამიანებად და არაპროფესიონალებად, როდესაც ეს ადამიანები მთელი ცხოვრება ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე იყოს დამოუკიდებელი და აი ამ დამოუკიდებლობაში გარკვეული როლი აქვს შეტანილი, თუ არ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი როლი აქვს შეტანილი. ამიტომ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის როგორც უფლებადამცველს ეს მიუღებელია და ყოვლად წარმოუდგენელია, როდესაც ჩემი კოლეგები, ვინც არ უნდა იყვნენ, მე არ ვიცნობ ბატონს და ასევე კიდე სხვები არიან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ვინც არ უნდა იყოს, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები ახდენენ დისკრედიტაციას ჩვენი იქ მომუშავე ადამიანებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მუნდირს იცავენ. აქ არიან ადამიანები, სხვადასხვა ადამიანები. ერთ-ერთი ადამიანი გახლავთ ქალბატონი თამარ კიკნაძე, რომელიც წლების განმავლობაშია აღნიშნული პიროვნება ემსახურება საქართველოს, ემსახურება თავდაცვას და მთელი ცხოვრება ანუ თავდაცვაში, ესე ვთქვათ, იქ ანუ იმით სულგმულობს. დედამისი ასევე ისაც ანუ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მას ყავს გარდაცვლილი ძმა და ნუ რა თქმა უნდა შვილი, რომელიც გმირი არის აბსოლუტურად, ეს ალბათ ბატონის დამეთანხმება ამაში და აქედან გამომდინარე აი ამ ადამიანების ანუ ღირსების შელახვა მიდის და ეს ყოვლად წარმოუდგენელია ჩემთვის და ამას მე პირადად ჩემთვის ესეთი რაღაცა ძალიან ბევრჯერ გვყავს ჩვენ თავდაცვის სამინისტრო გაკრიტიკებული, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რამდენჯერაც ჩვენ თავდაცვის სამინისტრო გავაკრიტიკეთ, ყოველთვის ყოფილვართ არგუმენტირებულად, ანუ გაგვიკრიტიკებია. თუმცა ეს ეხლა პერსონიფიცირება ეს უკვე არ ემსახურება იმას, რომ მაგალითად რაიმე საქმიან ურთიერთობაში იყოს რაღაც არგუმენტირებული საუბარი. აქ მიდის ჩემი ეს მოსაზრებაა, რომ წმინდა წყლის მიდის თავდაცვის სამინისტროზე საინფორმაციო ხასიათის ესე ვთქვათ თავდასხმა, რომ როგორმე თავდაცვის სამინისტროში შეიქმნას იმიჯი, რომ იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანები ემსახურებიან, შესაძლებელია სხვა ჩვენს სამეზობლო მაგალითად ქვეყნების ინტერესებს ასრულებენ და ასე შემდეგ, რომელიც არაერთი აზრი მაქვს მოსმენილი, რომ თუნდაც ნუ ჩვენი ქვეყანა იქით მიდის და რომ ასე შემდეგ ვერ არაგებს ურთიერთობებს მეზობლებთან და ამ პირიქით ჩუმად ალაგებს და ასე შემდეგ. ესეთი მოქმედებები და ესეთი რიტორიკა, ჩემი აზრით, ეს არის წმინდა წყლის ანტიქართული და შესაბამისად ანტიეროვნული რიტორიკა, რომელსაც ჩემთვის მიუღებელია. გასაგებია, სანამ კიდევ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, დავით ნემსაძის მიერ გაკეთებული, რომელმაც თქვენი ასეთი რეაქცია გამოიწვია, ბატონ დავითს ვკითხოთ, რა პასუხი გაქვთ ალექსანდრე კობაიძის ბრალდებებზე?
ბატონ ალექსანდრეს მე პირადად არ ვიცნობ, თუმცა ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადება, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს პიროვნება ძალიან შორს დგას თვითონ თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკისგან, როცა ის საუბრობს ღირსებაზე, აი მე მაქვს ასეულობით ვეტერანის და სამხედრო მოსამსახურის მომართული განცხადება, რომლის წაკითხვაც უბრალოდ შოკის მომგვრელია. რაც შეეხება დანარჩენს, გადაეცით ბატონ ალექსანდრეს და ანახეთ. აი ეს არის ზუსტად ის ბლანკი, რითიც აიძულებდნენ სამხედრო მოსამსახურეებს ხელი მოეწერათ და წასულიყვნენ თავდაცვის სამინისტროდან. რაც შეეხება დანარჩენს, რამდენად სწორად არის ბლანკი შედგენილი, რა თქმა უნდა, ის არ არის სწორად შედგენილი, ბლანკის არსებობა თვითონ მიანიშნებს იმაზე, რომ ხდებოდა მასიური სახით. რაც შეეხება დამსახურებებს, პირადი შემოქმედება, რომელიც დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან, მათ აქვთ უწყებრივი ჯილდოები, სახელმწიფო ჯილდოები საბრძოლო დამსახურებებისთვის, რა მათი ღირსება არ არის, მაშინ უნდა დაიცვას მათი ღირსება. მე ვიტყვი ასე. რაც შეეხება დანარჩენს, მე მინდა ვკითხო ბატონ ალექსანდრეს, უბრალოდ ის ცნობისთვის, სად მუშაობს მისი მეუღლე, ჩვენ გვაინტერესებს, როგორც საზოგადოებას, უბრალოდ გვაინტერესებს და რა მემორანდუმი გქონდა მას ვეტერანთა დეპარტამენტთან, თუ იყო ესეთი შემთხვევა ბატონ ალექსანდრე. რაც შეეხება დანარჩენს, თქვენ რა ინფორმაციას გქონდა? ერთი წუთი თუ შეიძლება. მე მაგ კითხვის დასმის უფლება, ერთი წუთი. მე ვიცი რომ ვეტერანთა დეპარტამენტში მუშაობს თქვენი მეუღლე, არა? როგორც კი, დაამთავრე და გეტყვით, სად მუშაობს? რა თქმა უნდა, უბრალოდ ბოლომდე მივარ. რაც შეეხება არგუმენტებს, რომელსაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს არ არსებობს. ეს არის ჯარისკაცის დაწერილი განცხადება სამხედრო ომბუდსმენის სახელზე. თქვენ გადაიკითხეთ, რამდენად შოკის მომგვრელი არის მაშინ მოყვანილი ფაქტები. ოფიცერი, მე ჩემ ქვეყანას მივეცი ორჯერ ფიცი. ერთხელ როგორც რიგითმა, მეორედ როგორც ოფიცერმა. მე ვალდებული ვარ ყველას ღირსებისა დარაჯოზე დავდგე ბატონო ალექსანდრე. არანაირ ბატალიაში თქვენთან მონაწილეობის მიღება არ მსურს, მით უმეტეს ნებისმიერ დუელში ვფიქრობ, რომ უბრალოდ დიდი უპირატესობა მექნება. გავაგრძელებ საუბარს. იმედია თქვენ მე ამის დროს მომცემთ. თუ შეიძლება მეც რომ ათქვევინოთ, კი დაამთავრეთ. უპასუხებთ. უბრალოდ აქ ხა, ნუ კარგია ეს ჰიპერბოლას უფრო აქ ადგილი, ვიდრე არგუმენტირებულ საუბარს. ეხა მომისმენთ, ეხა სწორედ გამიგეთ. ჯარისკაცი, რომელსაც შეეხმება ფიზიკურად სიბილამდე მე გეუბნებით აქ თქვენ თემატურად. ეხლა ყურეთ, მე მოვედი აქ თემატურად სასაუბროთ და თქვენ საუბროთ ჩემი ოჯახური მდგომარეობას იქ. არა, უბრალოდ გვაინტერესებს. ოჯახური მდგომარეობა თუ გადავალ, მაშინ მომისმენთ თქვენ რატო ხარ დათხოვნილი, როდის მუშაობდით, სად მუშაობდით და რატომ დაგითხოვეს, რატო ეხლა აკეთებთ ასეთ განცხადებებს, მაშინ რატომ ამაზე არ საუბრობ, მაშინ ამიტომ ერთი წამი თუ ესეთი საუბარი გინდათ რომ ნაქვია პერსონის ბიცირება მოხდეს, პრობლემა არ არის გამჭირვალე საკითხი გაინტერესებს. შესაძლოა მემორანდუმის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ შორის არსებობს ვეტერანთა დიახ, ვეტერანთა სამსახურის რომელიც ვეტერანები მოგმართოთ ეგ საბუთები რა თქვენ მე არ ვიცი რა საბუთებია, მაგრამ მაგაზე 100-ით მეტი საბუთები გვაქვს, რომელსაც ძალიან კარგია. ვეხმარებით შესაბამისად ვეტერანებს. მე შესაძლებელია ჩვენ არ გქონია ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია რომ შეგიძლიათ თქვენ მიხვიდეთ, გაინტერესდეთ და გაიკითხოთ, რომ შეძლებს და გვარად უანგაროთ ცდილობთ რომ ვეტერანებს დავეხმაროთ, იქიდან გამომდინარე რომ მათ არ აქვთ მაგალითად სასამართლოს მიმართოთ იმის საშუალება, მათ არ აქვთ იმის საშუალება რომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ანალოგიურად ახდენს ჩვენი ორგანიზაცია აი ამ ხალხს ძალიან სასიამოვნოა რომ ორი ამდენი კიდევში მაქვს. ხო, ძალიან სასიამოვნოა და ეხლა თქვენ ისე ცდილობთ რომ წარმოაჩინოთ რომ მე ვარ რაიმე სახით დაინტერესებული. არა, წარმოჩენა არაფერს დიალოგია და უნდა გაიყოს ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, ჩემი თავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის რომ ვიმსახურო ჩემს მოსახლეობას, რომელსაც უჭირს, ან რომელსაც არ უჭირს, მაგრამ რაიმე სახით ჩემი გამოცდილება რა სფეროშიც მაქვს, ან არა მაქვს და ისთვის რომ მე დავჭირდები და მე ამის დახმარება თავდაცვის სამინისტროს სფეროში თქვენ გამოცდილება გააქვთ, კომპეტენცია დაუნთავრეთ და გეტყვით. უყურეთ, მე რისი გამოცდილებას მაქვს, აუცილებლად შესაბამისად მე ყოველთვის ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარებით. ეს თქვენი პოზიციაა, შეიძლება რომ ფიქრობთ რომ ეხლა მე რახან მემორანდუმი მაქვს ვეტერანების სამსახურთან, რაიმე სახით დაკავშირებული ვიყო თავდაცვის სამინისტროსთან. ნუ რას უკაცრავად, ესე არ არის რეალურად. მე უბრალოდ ყოველთვის ვარჩევ სად არის ჭეშმარიტება, სიმართლე და სად არ არის. ეს ჩემი პოზიციაა და ამას გიფიქსირებთ. რაც შეეხება გამოცდილებას, რომელსაც თქვენ ბრძანებთ. დიახ, მე მაქვს გამოცდილება, მაგალითად რა სფეროში. მე მაქვს გამოცდილება განათლების მიმართულებით, მაქვს იურიდიულ საკითხში მიმართულებით და სოციალურ საკითხებში. ჩამოთვლით. ეხლა რა ვგულისხმობ ამას. მე თუ თქვენ მაგალითად იმას გულისხმობთ, რომ სადმე გიბრძოლია და ესე რა, არსად არ მიბრძოლია. სამხედრო სავალ
ვალდებულო მოგიხდია ხო და მაგას გეუბნებით არ მოგიხდია არ მომიხდია ხვალ რომ დასჭირდეს ქვეყანას ერთი შეერაღებული ავტომატიანი კაცი თქვენ იცით ავტომატის ხმარება მომისმინეთ ავტომატის ხმარებაც ვიცი და თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდა ყველაფრის ხმარება ვიცი ასე რომ მაგაზე მე მგონი საკამათოდ ეხა ეს კამათის ცალკე საკითხია რა ეს პროფესიონალიზმის ავტომატის არ ეხება ეხა ესება შეგნებულად თავდაცვის სამინისტრო მით უმეტეს თქვენ ხართ გამოცდილი ამ სფეროში როგორც თქვენ ძანებთ და ღირსება აი აქ მილაპარაკებით რომ წარმოაჩინოთ რომ დუელის დაახლოებით დუელის ღირსიც არ გავთ თუ თქვენ ამდენი გამოცდილება გაქვთ თუ თქვენ ამდენი როგორ კადრულობთ და ქალბატონს როგორ აყენებთ შეურაცხყოფას თუ შეიძლება დავდევით ამის ფაქტი რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში ხილათ იყავით ბატონო ალექსანდრე როდესაც ძალიან ხოშება მაშინ არავინ არ გეგმებთ შეურაცხყოფას ფაქტი დადევით ამისი თუ შეიძლება ვანახეთ შვილკვდრა დედას შეურაცხყოფას მაშინ ამაზე მიპასუხეთ ბატონო ალექსანდრე რატო აყენეთ ასეთ ადამიანებს შეურაცხყოფას იმის რატო ლახავთ ამ ადამიანებს რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობენ და დიახაც ღირსეული ადამიანები არიან ამაზე რატო არ ფიქრობთ აყენებთ ბატონო ალექსანდრე ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება დავაცოდოთ ერთმანეთს საუბარი იმიტომ ესევე ჩამოვყალიბდები არავინ არავის შეურაცხყოფას არ აყენებს თავდაცვის სამინისტროს კრიტიკა თუ ეს ვინმეს მიაჩნია პირად შეურაცხყოფად ეს უკვე უწყებრივი პრობლემაა რომელსაც სამწუხაროდ პროფესიონალები როგორც ჩანს რომ ვერ ართმევენ თავს რომ სიტუაცია დაალაგონ იმიტომ რომ როდესაც ხდება ათეულობით წლებით მომზადებული მფრინავების სახლში გაშვება ეს ზუსტად არის პროფესიონალების და იმ ოქროს ფონდის გადინება შეერაღებული ძალები და შეიძლება გარდაცვლილებს ჯობია დაინტერესებთ თქვენ მზია მელაძის ეს არის ქალბატონი რომელმაც მისი ერთადერთი სპეცნაზელი შვილი სამხედრო მივლინების დროს დაკარგა და თავდაცვის სამინისტრო ყველანაირი მიმართულებით აიგნორებს ზუსტად ეს არის შეურაცხყოფა მეტი არაფერი არ არის დანარჩენს მე ჩაუღრმავდები უბრალოდ ბატონო ალექსანდრე ერთ რაღაცას გეტყვით მხოლოდ იმიტომ რომ მე როდესაც ვეხები თავდაცვის სამინისტროს ეს ჩემი კრიტიკა არასდროს არ არის არგუმენტაციას მოკლებული არის ხალხი არის კატეგორია რომელიც დაპანღურებული იქნენ შეიარაღებული ძალებიდან მე დღეს მინდა გთხოვთ თუნდაც 2008 წლის ომის მონაწილეები ეს არის ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი და ეს არის მაიორი ხვიჩა ლეკვეიშვილი ძალიან გთხოვთ უბრალოდ თუ დროს არ წაგართმევთ მინდა რომ ეს ჩამონათვალი რაც 2008 წლის ომის დროს ქვეყანას გადაურჩა და შემდეგ ეს ხალხი დაიჭირეს დაკავებული ხარ სამშობლოს ღალატის ბრალდებით თუმცა რუსების აგენტის დაბრალების ერთი წუთი მე მინდა რომ ეს ყველაფერი წავიკითხო უნდა იცოდეს თავდაცვის სამინისტრო მე სამწუხაროდ ყველაფერი კარგად იცის მაგრამ ყველაფერს აიგნორებს იმიტომ რომ არ აღმოჩნდნენ კაპანაძის ვიღაც ახლობლები ნათესავები აი ესე განუცხადეს მათ სამხედრო პოლიციაში არ აკავს ვინმე კაპანაძესთან კაცი რომ მიუგზავნო აი ეს ამას ყველა დაადასტურებს ესეთი თემა. ამას მე მარტო არ ვიძახი, გამოყავით ოპერატორი, მე მიგით ერთ პირებს და იქნება ამაზე ინტერვიუები და არგუმენტირებული ლოგიკა. რაც შეეხება დანარჩენს. აი ესაპიროვნება, რომელმაც სენაკის ბაზიდან გაიტანა შემდეგი სახის შეიარაღება 2008 წლის ომის დროს, როდესაც ქვეყანას უჭირდა და როდესაც თავის თავზე ინიციატივას ვერავინ ვერ იღება. თავდაცვის სამინისტროში სმენაზე დაგდნენ ისე მოусმინონ აი ამას. 17 ერთეული ბეტერ 70, ერთი ერთეული T72 ორი ერთეული კვადროციკლი, სამი ერთეული ლენდროვერი, ერთი ერთეული ლენდროვერი, სამედიცინო, ერთი ერთეული კრაზის მანქანა, ერთი ერთეული ურალის მანქანა, ერთი ერთეული ლენდროველი ამბულანსი, ერთი ერთეული მიცუბიში სამეთაურო, AK-74-ის 16 ერთეული ავტომატი, AK-74-ის 26 ერთეული ავტომატი, ეს ძალიან შორს წამიყვანს. ეს ინფორმაცია ჯერ ერთი რომ მე სენაკის ბაზაზე მსახურობდი. მერე მეორე ეს გააკეთა ბატონმა გაიოზ მოსეშვილმა და ის პირადი შემადგენლობა ვინც ამ ეს 2008 წლის მდგომარეობით 10 მილიონი ლარის ქონება იყო დღეს უფრო მეტი არის და ჩამოთვლი ზუსტად აი იმ პირად შემადგენლობას კაპიტანი ბრეგაძე მალხაზი კაპიტანი ჩორაძე მამუკა სერჟანტი დიდიძე გიორგი შველიძე ამირანი აქ ბევრია ძალიან აი შეხედეთ ძალიან გთხოვთ ერთი წუთი აი ეს არის ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა აი ეს არის დოკუმენტი ეს არის ერთი წუთი თუ შეიძლება აბსოლუტურად სხვა თემის გასაგებია როგორ ვიკადრებთ აი ეს არის ის დოკუმენტი ეს არის ის დოკუმენტი რომელიც აი ამ ხალხს დღეს ააფარეს სახაზე და ეუბნებიან რომ უწყებიდან უნდა წახვიდე აბა რას მეკითხები ვერ გავიგე მომისმინე რას გეკითხები და რას გეუბნებით იცით მე მაგას შემდგომ აუცილებლად ეს აღნიშნული ადრესატი თქვენ პატივცემული თქვენ გეშლებათ მე არ ვარ თავდაცვის სამინისტროს ამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რომ ეხლა ამაზე არგუმენტირებული არ ხართ მაშინ რატო ხართ მომისმინეთ თავდაცვის სამინისტროს და წარმომადგენელი მე რო ვიყო მაშინ ჩემი რეგალია იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი
რაც ვიქნებოდა მე დამცველი ხართ ხო? რა თქმა უნდა, ეს ადრესი ეხლა თქვენ არ ვიცით მე ამას ატუცდილოთ შეგნებულად თუ არა, რომ ეს საშუაში ეს თემა ეს რა თქმა უნდა თუ თქვენ ერთით მომისმენთ, თუ თქვენ ფიქრობთ რომ სწორედ ამ ბრალდებების გამო გააკრიტიკეს ბატონი დავით ნემსაძე თქვენ დღეს. ამ ბრალდების გამო კონკრეტულად მაშინ რის გამო რომ მე ვიწყავი არგუმენტის მოკლებული ეს ეხლა რაზეც ბატონი საუბრობს ხვიჩა ლეკვეიშვილი აქ თავარი პრობლემა რაშია იცით? მაიორი ხვიჩა ლეკვეიშვილი რომელმაც მირუა ტიპის მომისმენთ ეხლა მომისმენთ ხო? თქვენ რო საუბრობთ მე გისმენთ ეხლა თქვენც მომისმენთ როგორი სიტუაციაა? როდესაც პატივცემული საუბრობ ძალიან კარგია რომ საუბრობ უბრალოდ უნდა იყოს ზოგადად მე ვფიქრობ რომ აი ეს გულწრფელობა ეს თუნდაც ღირსება რომელიც პატივცემული საუბრობს ძალიან მისასალმებელია ჩემთვის ყოველთვის მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი როდესაც პატივცემული იყო დასაქმებული თავდაცვის თუ ქონდა აი ესე თუ საჯაროდ აჟღერებდა მან ძანა რომ ასევე სენაკის ბატალიონში იყო თუ მაშინ რეაგირება მოახდინა ესენი მაინტერესებს რაც შეეხება ერთად დავამთავრე თუ შეიძლება ამაზე გამეცით პასუხი ოღონდ რაც შეეხება ეხლა ჩვენს მოღვაწეობას ჯერ კიდევ როდესაც აი წინა ხელისუფლების დროს როდესაც 2008 წელს დაუბრუნდეს და 2007-ში 2008 წელი 9 წელი და ასე შემდეგ მაშინ ეხლა თუ დაინტერესდებით ჩემით თქვენი კოლეგები გეტყვიან რომ ვიდექით აი 10 კაცი 10 სტუდენტი ვიდექით ხოლმე ტრაფარეთით ხელში და ვითხოვდით რომ ვეტერანების ჯარისკაცების ბავშვებს ანუ ახალგაზრდებს უფასოდ ესწავლათ ესეთი რაღაცა ვიდექით ხოლმე და არავინ სოლიდარული არავინ აბსოლუტურად არავინ არ იყო მხოლოდ 10 კაცი ვიდექით და 10 კაცით აი ესე შეგროვილი შეგუწუწებული როდესაც არაერთხელ გამოყარეს თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდე წინა ხელისუფლებამ არაერთხელ გამოყარა და არაერთხელ რა ქვია ჩვენზე ბევრი რამე გადავიტანეთ რომელიც საზოგადოების ცნობილი ამაზე ახლა სიღრმისეულად არ შევარ განხილვაში ამიტომ თქვენი არგუმენტაცია რომ სად იყავით სწორედ ეს არის რომ ჩვენ მაშინ სწავლობდი კიდევაც მუშაობდი კიდევაც არ მერიდებოდა რომ ხმამაღლა მე თქვა რაც ათქმელი იყო სამხედრო სავალდებულოს გავლისთვის თქვენ დრო არ გქონდა არა დედის ერთე ვარ გენაცვალე და მე ეხო წებოდი წამიყვანეთ მეთქი და არ წამიყვანეს და რა ვქნა ეს სახელმწიფოს ესეთია მოწმობლობა უბრალოდ ლაისვა კითხვები და კი ბატონო და გიპასუხობთ რომ ჩემი დიდი სურვილის მეუხედავად არც წამიყვანეს და არც 2008 წელს არც გაქვია კომისარიატში მიბრძანდით დაწერეთ განცხადება რომ გაეწვიეთ კომისარიატში მივედი და მაშინ ესეთი კურიოზული ამბავსაც გეტყვით მივედი უკვე რომ ველოდებოდი საბუთები რო და შემდეგ ქალბატონის როდესაც მივედი ესეთ რამე მითხრა რომ ისა კობაიძე მოდი აქო მეთქი რა და შენ დედის ერთ ახარო 1-2 კვირის მერე მეუბნება და კით მეთქი ამდენი ხანი თუ არ გამიძახეთ წადი სახშიო შენო არ ეკუთის ჯარში რომ სახურობდეო და ნუ ეხოწმო არ ამიტომ ეხა ეს არის ამიტომ ეს ეხა პირადი საქმეა თორე ეხა ჩვენ თუ იმაზე ვდაობთ ხო რომ მე ვიყავი ჯარში თქვენი ყავით ჯარში თუ რამდენი სტაჟი გაქვთ აფსახურები გასე ჩვენ ეხებით თავდაცვის ჩვენ ეხებით რა თქმა უნდა რა თქმა უნდა რომ თავდაცვის სამინისტრო ბატონი დავით ნემსაძის გაჟღერებული ბრალდება ერთ-ერთი თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ მე ვფიქრობ რომ ეხა მე ბატონი იზორია რომელსაც ჯერ ეხლახანს დაახლოებით ეხლახანს მოუწია მას რომ ეხლა ხანს დაინიშნა და მე ვფიქრობ რომ პრობლემები თავდაცვის სამინისტროს რა თქმა უნდა არის, როდესაც ქალბატონი ხიდაშელი ბრძანდებოდა და მე როგორც მაქვს ინფორმაცია ეს ბატონიც მაშინ იქნა დათხოვილი ხიდაშელის დროს მართლა ბევრი პრობლემა იყო, მაგალითად გულისხმობ რა პრობლემა იყო, როდესაც ჩემთან მოდიოდნენ ჯარისკაცები, რომლებიც წვევამდელ ჯარისკაცებს ესე ვთქვათ უწოდებენ, მოდიოდნენ და იძახდნენ ხელფას არ გვაქვს, ანუ 70 რაც არის ის, იმ თანხასაც კი არ აძლევდა თავდაცვის სამინისტრო მაშინ. რომელ წელს ეს? 2000 ანუ ხიდაშელის პერიოდში 75 ლარი იყო იქ რიგითი ჯარისკაცე გათვლილი სარგო. ანუ ხიდაშელის პერიოდში ვიდახე. ძალიან დიდი პრობლემა ქონდათ რომ აი მაგალითად გზის ფული არ ქონდათ და უამრავი პრობლემა ქონდათ რომ მოაგვარა იზორიამ ეს პრობლემები იყო. არა, ერთი წუთით მე არ ვიძახე რომ მოაგვარა. ეს პრობლემები ქონდათ და ეს პრობლემები იზორია იძახის რომ უნდა მოაგვარო. როგორ თქვა ეხლა ჯერ მე იზორიაზე რომ შენ უკვე ცუდი ხარ იმიტომ რომ დავუშვათ რამდენი 2 თუ 3 თვეა დაინიშნა და იმიტომ რომ 2-3 თვეში ეს არ გააკეთე მე ვფიქრობ რომ შანსი ყველას უნდა მიეცეს ვინც არ უნდა იყოს და ამ შანსის მერე უნდა შევაფასოთ ხიდაშელი მიეცა მას ეს დავამთავრებ ხიდაშელი თავიდან რომ მოვიდა მე მეგონა რომ ეს ადამიანი ბევრ რამეს გააკეთებდა იმიტომ რომ ძალიან ჰუმანური მიდგომებით მოვიდა სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე რომ რა ქვია სამსახურიდან მოხსნა ბევრი პრობლემები ვერ გადაჭრა რომელიც ჩვენ არაერთხელ მიმართეთ რომ ისა მაგალითად
მაგალითად ცხეთაში და სხვადასხვა ტერიტორიულ ვაზენის ტერიტორიებზე შეესახლებინა ჯარისკაცები, ვეტერანები და წოდებების მიხედვით რა ქვია სახლები გადაეცა მათ. ესაც ეს პრობლემები ბატონო, ვიცი ეს პრობლემები. ირბახის ქუჩაზე ვინ იყო გამომძიებელი, ეს საინტერესოა თავდაცვის კი ბატონო, მეც ვიყავ მაგ საქმეში და მეც ეხლაც მოაქვს მოლოდინი რომ ეს პრობლემები მოგვარდება. მაგრამ უნდა იყოს ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. აქედან გამომდინარე ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, აბა როგორი საკითხია? ეს სამართლის საკითხი. სამართლებრივი საკითხი არის, რასაც თქვენ საუბრობთ. როდესაც მინისტრის ბრძანებას აუქმებს ვიცე-პოლკოვნიკი და ერთ ლარად იყიდება ვეტერანების საცხოვრებელი ადგილები, ეს არის სამართლის საქმე და უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ სამართლის სპეციალისტი და მე თქვენ სფეროში ვერ ვიდავებ, ისე როგორც თქვენ ვერ განსაზღვრავთ სამხედრო საკითხებს და ვერ იდევებთ ჩემთან. დანარჩენს რაც შეეხება, მე ვიტყვიებთ რაღაცას. თქვენ გვარად კობაიძე ბრძანდებით, მე ძალიან გთხოვთ დაინტერესდეთ თქვენ უფროსი ლეიტენანტი ლევან კობაიძის საქმით. თქვენ წყვილება დამცველი ხართ. მე პირდაპირ გეუბნებით ამას საჯაროდ. ეს არის უფროსი ლეიტენანტი, რომელიც 2008 წლის დროს სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ ციხეში რეპრესიით ჩააგდო, შემდეგ გამოვიდა, აი ესე უძახიან, მოღალატე, ქვეყნის მტერი, ენის კურსებიდან გააგდეს და ზუსტად დანაშაულის პროვოცირებას უკეთებდნენ, როცა მას არ უშვებდნენ სასწავლო დაწესებულებაში ყველანაირი ბრძანების გარეშე. ეს არის ზუსტად უბედურება და ეს არის პრობლემა და თუ ამის გაჟღერება არის არაარგუმენტირებული ლოგიკა, მე თვითონ შეაფასოს მაყურებელი მაქვს. ბატონო ალექსანდრე, სპეციალურად ვცდილობთ რომ რაღაც არაფერს არ ვსტუმრობ, აი ეხლა ამ არის განცხადებები, მომაწყებები, კოშმარული ტექსტებია აქ და ამას უნდა შეფასება და ამას უნდა კარგია რომ მე მახარებს რომ მაქს კუთით მუშაობთ. ძალიან კარგია და აქ მუშაობს იურისტი და ჯგუფიც. ძალიან კარგია რომ მუშაობთ. ადვოკატი გიორგი ლაბაძე ამას ყველაფერს მაგრამ ზოგადად თქვენი მიდგომა ჩემთვის არის მიუღებელი რა, მაგალითად რომ ქალბატონს მაგალითად ფაქტი დადების სახეზე ბატონო ესე საუბარი არ შეიძლება აბა როგორც იურისტი ბრძანდებით თქვენ ესე როგორ საუბრობთ რომ არ თქვენ ეს გადამოწმებული ხო ფაქტს და ისე მე ესა თქვენი ლოგიკაა და თქვენი შეხედულებებია ჩემს სადაც სუბიექტური და სუბიექტური იქიდან გამომდინარე რომ მე მაქვს არგუმენტები ჩემი არგუმენტები არის ის რომ სადაც იმ ადამიანებზე რომლებიც ინფორმაციას მაწვდიან და არ უნდა გქონდეთ იმის უფლება რომ პოლიტიკური მოწოდებები გააკეთოს ბატონცემული და კიდე სხვა პიროვნებები არიან რომლებიც კიდე ვინ დაასახელეთ შეგნებულად დავასახელებ შეგნებულად ცდილობენ რომ ანუ დისკრედიტაცია მოახდინონ გაბრაზებულები არიან რომ თავდაცვის სამინისტროდან იგი გამოაცხადოს როგორ ეკადრებათ რაში გამოიხატება ეს მათი განცხადებებიდან თორე ესო კარგია რომ ეხმარება ჩემს თუმცა ბატონმა დავითმა გააზრდა ინფორმაცია ერიკ კარაპეტიანზე თუ გაქვთ ერიკ კარაპეტიანზე ინფორმაცია ბატონო ალექსანდრე კარაპეტიანზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს ეს მათი საქმეა და მე ნამდვილად არ გამიგია და ეს ყველა საქმეა ეს ქვეყნის საქმეა ეთანხმები თუ ჩათვლით მე სიამოვნებით დავინტერესდებდი რაც შემიძლება აბსოლუტურად ზათარო ნებისმიერ საკითხზე თუ შემიძლება დავეხმარები ნეპოტიზმზე რას გვეტყვით ბატონო ნეპოტიზმი ბატონო ჩემო ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია და გელაჩიკოვანის დისკმარი ბატონი რომ მიიყვანეს თავდაცვის სამინისტროში დაწინაურებული პოზიციაშია იქ აი ძალიან ბევრი არის ესეთები და ესეთი საკითხები იყოს და მაგიტომ გეუბნებით რომ ეს ადამიანი მაგალითად აუღანეთში ბატონო აი ვიცოდეთ ახლა ბატალიონში ისეთი არის ჩხუბი მოხდა ორი ჯარისკაცი არის ნაცემი შემოვიდა ეგეთი ინფორმაცია ვეუბნებით თავდაცვის სამინისტროს გაასაჯაროს ეგ ინფორმაცია. ბატონი სერგო ჩაჩიბაია, რომელიც არის გენერალური შტაბის უფროსის მოგვარი თუ რაც არის, არ ვიცი, იქ იყო სამხედრო პოლიციის ჯგუფის უფროსი, ეს ინფორმაცია დაიმალა. დაკავებულები არ არიან, ეს ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზა ეგრეთ წოდებული მისიაში. და საერთოდ საინტერესოა, ძალიან საინტერესოა ეს ფაქტები, ვინ მიდის ავღანეთში, რა კომპეტენციით მიდის ეს ხალხი. აი ნეპოტიზმი უპავს ყველაფერს, ეს არის კორუფციის არაპირდაპირი სახე. და იმედია თქვენ მიამბობთ. ვინ არის ნაცემი და რატომ საიდან აბა რა გიგათ ახლა მე ვერ გავიგე ეს თემებია ჩემი განსჯის და თავდაცვის სამინისტროს კრიტიკის მიზეზი მეტი არაფერი არ არის ისეთი პრობლემა რომელიც მე ვფიქრობ არა მარტო თავდაცვის სამინისტროსია გადასაჭრელი ეს პრობლემა ყველგან გადასაჭრელი ეს არის უწყება რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს და პირველი სისუფთავე უნდა იყოს შესაძლოა მაგას ვიძახი სწორედაც იზორიანეთ და იქნებ შეძლოს ამ ადამიანს როგორ შეძლო უკვე გაყარა სამსახურიდან დამსახურებული ადამიანები რატო გაყარა და რატო არ გაყარა ეგ კიდე ცალკე საკითხია და აქედან გამომდინარე შესაძლებელია ცოტა დრო მივცეთ თუ არა და აბსოლუტურად მერწმუნეთ ეხლა თუ მე და თქვენ განსხვავებული რაც იყო ამ საკითხზე მერწმუნეთ რომ მეცა მას დრო სამთო ტაქტიკის ჩვენ ვართ რამდენი ხანი შეიძლება მივცეთ დრო თავდაცვის სამ პრობლემას გასაგვარებლად მე ვფიქრობ რომ თავდაცვის სამინისტრო არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ჩვენი სახელმწიფო
ინსტიტუციური განვითარებისთვის და თუ არ ექნება შესაბამისი დრო მინისტრო რეალურად გაერკვეს სიღრმისეულად ანალიზი გააკეთოს, მე ვფიქრობ ამას სამი თვე არ ეყოფა დაახლოებით, რაღაც 9 წელი მინიმუმ გინდა რაღაც შეისწავლა ანალიზი გააკეთო. დაანგრიო შეერაღებული ძალები. დაანგრიო და თუ დაანგრიო დაუშვოს ავიაციის სპეციალისტები, დააკონსერვოს სამხედრო ავიაცია, რომელმაც აფხაზეთის ცხინვალის ომში თავისი შედეგი მოიტანა. ყველაზე შორი ხელკეტი, რომელიც არის სუ 25 დღეს საქართველოს არმიაში რო აღარ გვყავდეს. ეს არის მისი აშენებული არმია? ხო და აქედან გამომდინარე, რომელიც თქვენ ეს არგუმენტები გაქვთ, ეგ თქვენ რა თქმა უნდა შესაძლებელია თუ ლეგიტიმური კითხვა გქონდეთ, მაგრამ რაც შეეხება მე რომ მაგაზე პასუხი გაგცეთ, მე მაგაზე ვერ ვიტყვი. ჩემი პოზიცია ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე ესეთია, რომ ბატონ იზორიას უნდა მიეცეს შანსი, რომ დაამტკიცოს, რომ რეალურად ის არის მართლაც და თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ გავს მის წინამორბედებს. რაღაცით განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია თუ დაამტკიცებს, აქ ვარ ჩვენც აბსოლუტურად კრიტიკულები ვართ, მაგრამ ხაზგასმით ჩასაფრებულ პოზიციაზე ნამდვილად არა ვარ და არ ვიქნები. შეიძლება ჩემი კოლეგა ზუსტად ამ პოზიციაზეა, მე ვარ კრიტიკული ვიქნები, ოღონდ აუცილებლად არგუმენტიდან გამომდინარე, თუ რომ ჩასაფრებულ პოზიციაზე ვიყო და დაუშვათ იზორიას გასტუკი არ ეკეთოს სწორედ და თქვა რომ აი გასტუკი რო არ უკეთია სულ და იმიტომ არის ცუდი ადამიანი. ეს არის ჩემი პოზიცია. ბატონო ალექსანდრე, ასე უქნია შიშველი უვლია, მისი პირადი ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ზუსტად ის პიროვნები. ჩასაფრებულ პოზიციაში ხართ? როგორ შეიძლება იყოს ჩასაფრებულ პოზიციაში, როცა ჩვენი ქვეყანა მიწოდეს ერთია და როგორც არის რეალობა. ჩვენ ვართ მთაგორიანი ქვეყანა, რომლის რელიეფის 70% არის მთაგორიანი რა. როდესაც სამთო ტაქტიკის სპეციალისტს ბატონ ლომოუს აგდებს სამსახურიდან 12 წიგნის ავტორს. როდესაც ელგუჯა ურუშაძეს ბირთვული ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტი და ბირთვული არ არის სპეციალისტი, რამოდენიმე წიგნის ავტორს აგდებს სამსახურიდან და პრეტენზიები გაქვს იმაზე, რომ კომპეტენტური იყოს შეერაღებული ძალები, მოქნილი, განათლებული, ამაღლებული ინტელექტით, აპატიეთ, მაგრამ მე ყველაზე მცირე ამისი არ მჯერა. დანარჩენს რაც შეეხება ვიტყვი, ყველაფრის მსოდნი ადამიანი ვერ დაიბადები, შეერაღებულ ძალებში არის ბევრი მიმართულებები, რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩემი ორგანიზაცია იკრიბავს, აერთიანებს ამ სამხედრო საზოგადოებას ინტელექტის მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ შეერაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების სამართლებრივი ინტელექტის დონის ამაღლება, გვაქვს დაგეგმილი პროექტები წიგნის სახით. მიწერ-მოწერა გქონდა გერმანიის ბუნდესვერთან, თავდაცვის სამინისტროს, ჩვენ შევხვდით მათ ატაშეს, ჩვენ გვინდა გავიზიაროთ გერმანული გამოცდილება. აი ესეთი სამართლებრივი ნაბიჯები, რაც შეიძლება შეთავაზებული იქნეს შემდეგ პარლამენტისთვის, დიახ, ჩვენ გვაქვს. დანარჩენს რაც შეეხება, მე ბატონთან არანაირი სურვილი არ მაქვს ვიკამათო, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მიწოდებს სუბიექტურს. ძალიან ობიექტურია ეს თემები. ადამიანი, რომელიც დღეს არის გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეს პიროვნება დაკავებული იყო პირადი მიწების გადაფორმებით კოჯორტა ბახმელაში, მაშინ როდესაც ქვეყანაში საომარი სიტუაცია არ იყო დასრულებული. და ეს ყველაზე მცირე არ არის. ზუსტად ეს ჩვენ გვტკივა. ბატონი ჩაჩიბაია შეიძლება ცუდი პიროვნება არ არის. მე პირადად მოვუხდი ბოდიში ჩემი განცხადებებიდან, თუ ის ადგება და შეარაღებული ძალების დანგრევაზე ხელს არ მოაწერს. ამას ვამბობ და ბოდიშის მოხდა მე კიდე დიდი ვაჟკაცობადაც მიმაჩნია. დანარჩენს რაც შეეხება გამიგეთ უბრალოდ არ შეიძლება რა თქვენ არ გინახიათ ჯარისკაცი ერთი წუთით დავამთავრე ესმის თქვენი არა ერთი წუთით ძალიან შტაბის ხელმძღვანელია ამ ადამიანს აბარია ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის ბედი და უსაფრთხოება რომელიც იძახით რომ მიწა იყიდა სწორედ მაგაზე ვსაუბრობ ეს არის უღირსი განცხადება სხვა უღირსი არის ის რომ როდესაც სამხედრო მოსამსახურე ხარ და იმისთვის საომარი მოგზავნით და განცხადებები დამდენს თუ ერთი მაინც არგუმენტი მან იყიდა კი ბატონო, მაშინ აბსოლუტურად მე ეხლაც ამბობ, უბრალოდ არც თავს შევიკავებ ამის გადმოცემის. არა, ძალიან სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ გავიგოთ, იმიტომ რომ ეს რეესტრიდან ამოწმული დოკუმენტები ახლა საუბრობ, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მე გეუბნებით. როგორ შეიძლება ეს იყოს მისაღები, თუ თქვენ გაგაჩნიათ სახელმწიფოებრივი აზრი? კი ბატონო, ქვეყნის დამაგრეველი განცხადებები, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ გადაცემას უყურებენ ჩვენი მტრებიც, გულისხმობ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს ჩვენს უღირსობაზე აისახება. ჩვენს ზოგადად ფსიქოლოგიურ მენტალიტეტზე აისახება, ანუ რა გამოდის, რომ ჩვენ ისე ეს ამდენი გაყრილი ხალხი ჩვენ ღირსებაზე აისახება? ისეთი პიროვნებები ყავს, მე რა თქმა უნდა, მაგაზე არ შევდივარ ამ ხალხის გარეშე ერთი ისე შემოვა თბილისში, რომ აი მე მართლა გვექნება საკუთარ მაგრამ თქვენ რომ საუბრობთ ესეთ ადამიანი ესეთ ცილისწავლული თქვენ არიცით შემოვა ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც ყოველთვის ბატონი დავითი საუბრობს. მარტივად თქვენ ხო ბრძანებთ რომ გადაიფორმა საჯარო რეჟიმი და მართლა ქონება მარტივად შეიძლება ნახვას
საჯარო რეესტრუქციას მონაცემებს მიყვებით, ნამდვილად აქვს თუ არა და თხოვნა მეკნება რომ ნუ გააჟღერებთ ესეთი ინფორმაცია, რაც არ უნდა პიროვნული დაპირისპირება ქონდეს. ჩემო, რაც ყველაფერი გაჟღერებული იქნა, არის გადამოწმებული და დღეს თქვენ აგერ სახეზე გიდებთ და ესე რომ აპარაზე ეს ახლა განსხვავ მესმის მე ჩემთანაც მოდია მეთქი თელმა შეერაღებულმა ძალებმა იცოდა რა ვისი კავდება ჩაჩიბაია შუაო საომარი მოვლენების არა მე პრობლემა ხა თქვენ და რუსების აგენტობას რაც შეეხება იარლიყის მოკორება იციან კი როცა აქტიურებს ისეთ თემებს რაც მათ პრობლემა რა პრობლემის დამალოკერ ჩვენ მაგიტომ რომ პირიქით პრობლემა გამოვიტანოთ სააშკარო ჩვენი ფუნქცია უფლებადამცველების ეს არის ნებისმიერ სფეროში აქედან გამომდინარე ბატონიც ამაზე საუბრობს მეც მაგაზე ვსაუბრობ უბრალოდ ამ შემთხვევაში განსხვავებული პოზიციები გვაქვს რომელიც ჩემთვის მიუღებელია ან პირიქით მისთვის მიუღებელია ჩემთვის არა ასე შემდეგ მაგაზე არ უბრალოდ ჩემთვის ყოველად მიუღებელია როდესაც გენშტაბის ხელმძღვანელზე პიროვნება იძახის რომ მან ომის დროს გენშტაბის ხელმძღვანელმა ეს ფაქტია აი უყურეთ აი ფაქტზე ჩვენ რო საუბრობთ კარგია რომ ფაქტი იყოს აი რო თქვენ ფურცელი არ წიწდება ციცერონმა ჯერ კიდევ ეს თქვა თქვენ იურისტი ხართ და კარგად მოგეხსენებათ ფურცელი არ წიწდება 21 საუკუნეში ფურცელი წიწდება და თუ მოვინდობეთ ყველაფერი ძალიან სამწუხაროა აქედან გამომდინარე მოდი ესე შევხედოთ ამ საკითხს მე ვფიქრობ რომ თქვენი დაინტერესება არ ვიცი რა რაღაც